სასერტიფიკაციო გამოცდა ფიზიკაში 2022 წელი ამოცანა ნომერი 30. ნახატზე გამოსახულია x ღერძზე მოძრავი სხეულის კოორდინატის დროზე დამოკიდებულების გრაფიკიო და ჩვენი მიზანია გავსაზღვროთ სხეულის სიჩქარე თუ 1 წამის გამომსახველი მონაკვეთი ორჯერ გრძელი 1 მეტრის გამომსახველ მონაკვეთზე, ხოლო ტანგენს ალფა უდრის 1/13-ო. ნუ კარგით, ახლა მოდით ესე მოვიქცეთ. პირობითად გავიდა რაღაც დელტა t დრო. რადგანაც ჩვენ გვეუბნებიან რომ e დროის 1 წამის გამოსახველი მონაკვეთი შეესაბამება ორჯერ გრძელია 1 მეტრის გამოსახველი მონაკვეთზე, შესაბამისად დელტა t-ს წამის გამოსახველი მონაკვეთი ორჯერ გრძელი იქნება დელტა x-ის გამოსახველი მონაკვეთზე. შესაბამისად ჩვენ თუ განვიხილეთ დელტა t-ს შეესაბამება ის გავლილი მანძილი, რომელიც ტოლი არის 2 დელტა x-ის, ხო? ანუ დელტა t დროში ჩვენმა სხეულმა გაიარა 2 დელტა x-ი მანძილი, რადგანაც 1 წამს შეესაბამება 2 მეტრი და დელტა t შეესაბამება 2 დელტა x მეტრი, ხო? და იმ დროს რა დროში ჩვენმა სხეულმა გაიარა 2 დელტა x მანძილი, აი ამ დროში თუ გაიარა, ამას ჩვენ ვეძახით სიჩქარეს, ხო? ეს ტოლი არის სიჩქარის. ეს კი ტოლი იქნება ორჯერ დელტა x-ი შეფარდებული დელტა t-სთან. ეხლა დავაკვირდეთ, აი ავიღოთ ორი წერტილი, აი პირობითად, აი ეს ორი წერტილი იყო ავიღოთ, ხო? აი მის შესაბამისი კოორდინატი პირობითად იყოს t1, ამის შესაბამისი კოორდინატი იყოს t2 და შესაბამისი კოორდინატები x ღერძზე იქნება, აქ გვექნება x1 და აი აქ გვექნება x2, ხო? x2. ხო, აი ეს მონაკვეთი იგივეა ეს მონაკვეთი და ზემოთ მონაკვეთი, აი ეს არის დელტა t, ხო? t2 - t1. აი ეს მონაკვეთი იგივეა ეს მონაკვეთია, რომელიც დელტა x-ის ტოლია. ბუნებრივია ეს კუთხეს ალფა, და აი ამ ართკუთხა სამკუთხედში ტანგენს ალფა უდრის მოპირდაპირე კათეტი, აი ეს დელტა x-ი შეფარდებული მიმდებარე კათეტთან, ანუ დელტა t-სთან, რომელიც გითხრეს რომ 1/13-ია. ანუ დელტა x შეფარდებული დელტა t-სთან, ტოლი ყოფილა 1/13-ის. ახაც გვიწერია დელტა x შეფარდებული დელტა t-სთან. ესე იგი ესეც 1/13 ყოფილა. ანუ ეს ტოლი გამოგვდის ორჯერ 1/13-ის, რომელიც 2/13-ის ტოლია. შესაბამისად, პასუხი რო ჩავწეროთ საბოლოოდ, სიჩქარე v ტოლი ყოფილა 2/13 მეტ-წამის. პასუხი G.